საკუთარი პოზიციებით პაატა ბურჭულაძის მოქმედი და ყოფილი თანაგუნდელები. Იანი დაბრუნდა ეთერში დავით ჯანდიერი, პაატა ბურჭულაძე მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, ჩვენი მეორე ნაწილის პირველი სტუმარი. სამშვიდობისა ბატონ დავით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. როგორ შეხვდა თქვენი პარტია ამ ჩანაწერს, მე მაინტერესებს და რა განცხადება გაქვთ საზოგადოებისთვის, რომელმაც მოისმინა სამწუხაროდ უკანონო ჩანაწერი, მაგრამ ასევე სამწუხაროდ ძალიან რთული კონტენტის შემცველი. Სახელმწიფოს მადლობა მოწვევისთვის. სკანდალურად მე არ მიმეჩნია თვითონ ამ ჩანაწერის შინაარსი და ჩვენ არ მიგვაჩნია ჩანაწერის შინაარსი. სკანდალურია, იმიტომ რომ თვითონ ბატონმა ნიკამ იმ Facebook გვერდზე, რომელზეც მიმდინარეობდა თავის საკუთარ Facebook გვერდზე, რომელზეც მიმდინარეობდა დისკუსია ამ საგანთან დაკავშირებით, ამ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გაკეთდა ბლოგში შემავალი ერთ-ერთი პარტიის წევრის წარმომადგენლის მხრიდან. გაიმართა დისკუსია და იქვე ის მიუთითებდა, რომ ის გაარკვევდა, ნიკა გვარამია გაარკვევდა პარტიის ლიდერებთან თუ რა იგულისხმებოდა და რეალურად რასთან ჰქონდა საქმე. შემიძლია გითხრათ, რომ ნიკა გვარამია მეც მომწერა და მეც უთხარი ჩემი პოზიცია. ამაში არაფერი არ არის გასაკვირი. სკანდალური არის არა ეს, არამედ სკანდალური არის ის, როდესაც ხდება უკანონო ჩანაწერის გამოქვეყნება. მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მთელი წლების განმავლობაში, ბოლო წლების განმავლობაში ქართული ოცნება, მოქმედი ხელისუფლება მუდმივად მიუთითებდა, რომ დეპოლიტიზება განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, დეპოლიტიზება განხორციელდა პროკურატურის და უსაფრთხოების სამსახურის, ეს ასე არ არის და ეს ჩანაწერი სწორედ ამის დასტური არის. დღეს დილით, როდესაც ეს ჩანაწერი გამოქვეყნდა, მე მქონდა ბატონ პაატასთან საუბარი, ჩვენ არ შეხვედრივართ ერთმანეთს მას შემდეგ, რაც დაბრუნდა ამერიკაში, იმიტომ რომ რეგიონში აქვს გასვლები და მეც გარკვეული სხვა საკითხებით ვიყავი დაკავებული. ეს ჩანაწერი არის ნამდვილი, ავთენტური არის, გიდასტურებთ, მხოლოდ ერთი ნაწილი არის ამოღებული ამ ჩანაწერიდან, სწორედ ის ნაწილი, რომელშიც ბატონ პაატა ეუბნება ნიკა გვარამიას, რომ ის განსაკუთრებული სიმპათიით არ არის განწყობილი არც ნაციონალური მოძრაობის და არც ქართული ოცნების მიმართ. რეალურად ეს არის ხელისუფლების მიერ განხორციელებული იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებოდით ნაციონალური მოძრაობის დროს, ჩვენ მიმაჩნია მთელმა საზოგადოებამ უარი უნდა უთხრათ ამ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც მოსამართლის სასამართლოს ნებართვის გარეშე საქართველოში შესაძლებელია, რომ ცნობის მოყარეობით ან კონკრეტული პოლიტიკური მიზნით ახსავსე რომელიღაც თანამშრომელი უშიშროების, ეგრეთ წოდებული შავი ყუთების მეშვეობით მიუყურადებს რომელიღაც პოლიტიკოს და მიუყურადებს რომელიღაც მედია საშუალების ხელმძღვანელს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელშიც სადაც მსხვილი პოლიტიკური პარტიის ლიდერს შეიძლება უსმენდნენ, შეიძლება ხდებოდეს ისე, რომ მსხვილი მედია საშუალების ხელმძღვანელსაც უსმენდნენ. ეს არის სისტემა, რომელიც იძლევა კონსტიტუციის გვერდის ავლით ადამიანების თვალთვალის და მიყურადების შესაძლებლობას. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება თავის მხრივ ამ სფეროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, კონვენციის მერვე მუხლიდან გამომდინარე, რომელიც პირად და საოჯახო ცხოვრების საიდუმლოებას იცავს და რომელიც ამბობს, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ სისტემა, რომელიც საქართველოში მოქმედებს, ის არ შეესაბამება სტანდარტებს და კონსტიტუციას, სწორედ იმის გამო, რომ შესაძლებლობას იძლევა ტექნიკური თვალსაზრისით, ეგრეთ წოდებული შავი ყუთების პირდაპირი მიერთების საშუალებით უშიშროების სამსახურმა უსმინოს ერთდროულად რამდენიმე ათას აბონენტს ისე, რომ სასამართლო სანქცია არ არსებობდეს. სწორედ ამიტომ არის ის, რომ ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც საუბრობთ უკანონო ჩანაწერზე. კიდევ ერთხელ მინდა გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, თუ კი ხელისუფლებას არ სურდა, რომ ქვეყანაში უკანონო ჩანაწერები ყოფილიყო, თუ კი ხელისუფლებას არ სურდა, რომ ამგვარი სიტუაცია ყოფილიყო შექმნილი, მაშინ ის დაუჭერდა მხარს იმ კანონ პროექტს, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოების სამსახურს არ ექნებოდა შესაძლებლობა შესაბამისი კანონიერი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოეხდინა მიყურადება. მე მაინტერესებს კიდევ დავაზუსტო თქვენთან საუბრისას, თქვენ ერთმნიშვნელოვნად ადანაშაულებთ ხელისუფლებას იმაში, რომ მან ჩაწერა და გამოაქვეყნა, თუ იმაში, რომ მან ვერ უზრუნველყო უსაფრთხოება სისტემის.
ერთიც და მეორეც, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ვუყურებთ იმას, რომ ინტერესი ხელისუფლების, რასაც ამდენი ხანი აჟღერებენ, მდგომარეობს იმაში, რომ წინასწარ შემუშავებული ვერსია გავრცელდეს საზოგადოებაში, რომლითაც პაატა ბურჭულაძის დაკავშირება სურთ ნაციონალურ მოძრაობასთან და ეს სწორედ საშუალებად იქნა გამოყენებული, რომ რუსთავი 2, ნიკა გვარამია ასოცირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, როგორი საუბარი არის მათ შორის. მაშინ, როდესაც ნიკა გვარამიას აქვს ასეთივე საუბრები სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან და ამაში არაფერი არ არის გასაკვირი, სწორედ აქედან გამომდინარე გვაქვს ჩვენ ეჭვი, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი, ისევე ვინაიდან ის თანხმდრა შემოდის ხელისუფლების ვერსიასთან. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ბუნებრივია იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს პირადი და საოჯახო ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფას, თუნდაც ეს ხდებოდეს კერძო პირებს შორის და მასში არ იყოს ჩარეული სახელმწიფო, ანუ სახელმწიფო არ ახორციელებდეს ამას და ხდებოდეს გავრცელება ერთ-ერთი კერძო პირის მიერ სხვა პირთა ჩანაწერის, ასეთ შემთხვევაშიც სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით და მათ შორის საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, მათ შორის ევროპული კონვენციით, რომ დაიწყოს ძიება და ეფექტიანი გამოძიება აწარმოოს, თუმცა ყველა ის ძიება, რომელიც აქამდე ამგვარი ტიპის საქმეებზე იყო ჩატარებული, მიუთითებს ერთ რამეს, რომ ხელისუფლებას არასოდეს არ ქონდა სურვილი, რომ ეფექტიანი გამოძიება ჩატარებულიყო და კონკრეტული შედეგი დასრულებულიყო. ამის მაგალითი არის ეგრეთ წოდებული ჰაკიმ ფაშას სახელით გავრცელებული ვიდეო, ამის მაგალითი არის სექსუალური კონტენტის შემცველი ვიდეო და ასე შემდეგ. ბატონ დავით, მოდით აი ასე შემიძლია ერთი რამ დავამატო ამას, ბუნებრივია ხელისუფლება. აი ასეთ შეკითხვა მაქვს. მოდით აი თქვენ ახლა თქვენი ამომრჩეველიც გიყურებთ და კიდევ ის ამომრჩეველი, რომელზეც თქვენი ტიპის პარტიები ძალიან დიდ ფსონს დებენ, ისინი ვინც არ არიან ამ დრომდე ჩამოყალიბებულები. რა შთაბეჭდილება რჩებათ მათ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებით? ის შეუერთდა ორ გაერთიანებას, რომელზეც ნაწილი ამბობს, რომ ოცნების დაფინანსებულია, ნაწილი ამბობს, რომ არა, ისინი ნაციონალური მოძრაობის მიერ გარეთ გაწეული, თუმცა ისევ მათი კონტროლის ქვეშ პოლიტიკური ძალები არიან. ასევე თქვენ გამოგეყოთ რამდენიმე ლიდერი, ვინც თქვენთან ერთად დაარსა ეს პარტია, სხვა შორის ხალბატონი ხათნოლაგაზი თქვენს შემდეგ უპასუხებს ჩვენ სტუდიაში უკვე შეკითხვებს. ახლა კიდევ ეს ვიდეო, მანამდე ივანიშვილმა თქვა, რომ თქვენმა ლიდერმა მასთან, მოდით პირდაპირ თქვათ, რაც თქვა ივანიშვილმა, ივაჭრა ჭყალებში ჩავსვათ, რომ მას თუ დაუჭერდა მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი თანხას მიიღებდა მისგან. აი რას ფიქრობს ამომრჩეველი, რომელიც აპირებდა თქვენთვის ხმის მოცემას? იცით რა, მე არ ვფიქრობ, რომ აპირებდა, მე მიმაჩნია, რომ აპირებს და აუცილებლად მისცემს. თქვენ შეკითხვებს რომ გავსცეთ პასუხი. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მდგომარეობს იმაში, რომ ნაცების პროექტი, ქოცების პროექტი მუდმივად გვესმის ეს, ამის მიზეზი არის ერთი და ერთადერთი, ვინაიდან როგორც ერთი, ისე მეორე მხარე უყურებს იმ საშიშროებას, მათთვის საშიშროებას, რომ პაატა ბურჭულაძის პარტია და ბლოკი მოვიდეს ხელისუფლებაში და მათი მთავარი ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება მოახდინონ დისკრედიტაცია ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ერთადერთი მიზნით, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიამ აიღოს რაც შეიძლება ნაკლები ხმა. ეს არის ინდიკატორი, რატომ არ ებრძვიან სხვა პოლიტიკურ ძალებს, ეს არის ინდიკატორი მხოლოდ იმის, რომ ერთის მხრივ ხდება ბრძოლა იმის მიწებით, რომ თითქოს ჩვენ ვართ ნაციონალური მოძრაობის სატელიტები, მეორეს მხრივ ხდება მიწერა თითქოს ჩვენ ვართ ქართული ოცნების, ამის მიზეზი არის ერთადერთი, რომ ქართული ოცნების მხრიდან და ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მოხდეს დისკრედიტაცია ჩვენი პოლიტიკური ძალის. მეორე, რაც შეეხება ლიდერების წასვლას, რამდენიმე ლიდერის ამაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღო საზოგადოებამ, ამაზე ზედმეტ საუბარს არ ვაპირებ, არც ერთ შემთხვევაში არავის გამო არასოდეს არ ვაპირებ ტყუილი ვთქვა, ძალიან კარგად ვიცი რა ხდებოდა და მე თუ არა ვინ უნდა იცოდეს ის პროცესი, რომელიც არის სიასთან დაკავშირებული, ექსკლუზიურად კიდევ ერთხელ ვიტყვი, მხოლოდ პაატა ბურჭულაძის გუნდის მიერ იქნა შედგენილი ეს სია, არავინ სხვა არ მონაწილეობდა და თუ კი ვინმე არის განაცხენებული იმის გამო, რომ თელმა გუნდმა გარდა სამი ადამიანისა ხელი მოაწერა იმ სიას, რომელიც არის ცესკოში შეტანილი ჩვენ ნაწილს და ამ სიაში არ აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ სურვილი, რომ ხუთეულში მოხვედრილიყვნენ. ეს არის ძალიან მკაფიო, ძალიან ნათელი და ყველამ უნდა იფიქროს საკუთარ თავზე, უნდა იფიქროს იმაზე, რატომ მოხდა ისე, რომ თელ გუნდს არ უნდოდა რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ მათთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. შემდეგი, რაც მინდოდა თქვენი პასუხი გამეცა, რატომ უნდა მისცეს და დაუჭიროს მხარი პაატა ბურჭულაძის პარტიას, აქ არის ძალიან ნათელი მაგალითი. ეს არის არჩევანი შიშს
ნაციონალური მოძრაობის და სიღარიბეს შორის, რომელსაც გვთავაზობთ და რომელშიც გვაცხოვრებს ქართული ოცნება. საქართველოს იმსახურებს გაცილებით მეც, საქართველოს იმსახურებს კონკრეტული გეგმის მიხედვით წინსვლას. ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სერიოზული კვალიფიკაციის მქონე იურისტებმა შეძლონ გარღვევის მოხდენა სამართლებრივი სივრცის და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება და ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი ჩემი აზრით როგორც სამართლებრივი მიმართულება, ასევე ეკონომიკური მიმართულება და ის ეკონომისტები, რომლებიც ჩვენს გუნდში არიან, ნამდვილად შეძლებენ რომ ძლიერი შედეგი დადონ. დიდი მადლობა დავით ჯანდიერს, პაატა ბურჭულაძე, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის წარმომადგენელი იყო ჩვენთან ხაზზე. ჩვენ ახლა სტუდიაში გადმოვინაცვლებთ ხათუნა ლაგაზიძესთან, რომელიც ყოფილი წევრია ამ გაერთიანების აღმშვიდობისა. ხათუნა, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენ ახლა რამდენიმე თემა ერთად მოვისმინეთ. სავარაუდოდ თქვენ პასუხისგაცემა მოგინდებათ კიდევ ერთხელ ამ სიის თემასთან დაკავშირებით, თუმცა პირველ რიგში მინდა მაინც შეფასება გთხოვოთ ნამდვილად ძალიან მოულოდნელი კიდევ ერთხელ ამ დარტყმისთვის საზოგადოებაზე, რასაც ქვია ფარული ჩაწერა და ამისი გამოქვეყნება. სხვა საქმეა კონტენტი და კონტენტზე ჩვენ კიდევ დამატებით გვექნება შეკითხვები. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ახალი, ასე ვთქვათ, თუ კარგად დავიწყებული ძველი სტატუსით მიწევს დღეს თქვენთან სტუდიაში ყოფნა. მოგეთ ექსპერტი ხართ ისევ. ჯერჯერობით ვარ ისევ. ყოფილ წევრად წარგადგინეთ, მაგრამ ჯერჯერობით ვარ. კი ბატონო, გამგეობის ჯერჯერობით კიდევ ვარ ფორმალურად გამგეობის წევრი. პაატა ბურჭულაძის პარტიის და ეს არის არსები, ანუ ამაზე შემდეგ როცა სიას დაუბრუნდები, მე ჯერ მინდა სიებზე გაცილებით მნიშვნელოვანი არის სწორედ ის კითხვა, რომელიც თქვენ დასვით. რა თქმა უნდა, აქ საქმე გვაქვს პირდაპირ დარღვევასთან, ხელყოფასთან, ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში და მე მინდა ეს მაინც უსაფრთხოების კონტექსტში განვიხილო, გასაგებია რომ ეს არის ადამიანის პირადი უფლებების დარღვევა, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევა, მაგრამ ამ ტიპის ჩანაწერების გამოქვეყნება და შეიძლება გაცილებით უფრო მძიმე შინაარსის ჩანაწერების გამოქვეყნება თუ გაგრძელდა არჩევნებამდე და ჩვენ გარანტირებულად ვიცით რომ დაუსჯელი იქნება, იმიტომ რომ არც ერთი საქმე ამ მიმართულებით გამოძიებული არ ყოფილა, ამიტომ არავის არ აქვს ილუზია რომ ეს საქმე მაინც იქნება გამოძიებული, ან სავარაუდოდ ისინი, რომელიც შეიძლება ჩვენ ვიხილოთ არაერთი არჩევნებამდე ყოველ შემთხვევაში ამას ირიბად ბევრი, ესე ვთქვათ, პოლიტიკური სუბიექტი აანონსებდა და ეს პირდაპირ შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ზოგადად სტაბილურობას და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას არჩევნების. ეს რაც შეეხება, ანუ აქ რამდენიმე მიმართულებაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ერთი, რა თქმა უნდა, ხელყოფილია ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, მერე მით უმეტეს როცა საუბარია ოპოზიციური პარტიის ლიდერზე და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტელევიზიის ხელმძღვანელზე და ფაქტია რომ უკანონო მიყურადებასთან გვაქვს საქმე, ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ აიცდენს ვერც ერთ შემთხვევაში, ის არის ამისი ავტორი, თუ ის ვერ იძიებს ამას. თანაბრად პასუხისმგებელია მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ პასუხისმგებლობა ორივე შემთხვევაში არის მასზე. თქვენც მიგაჩნიათ რომ ის ერთ-ერთ ავტორად მოიაზრება იმ შემთხვევაში თუ კი ვერ დადებს შედეგს და შედეგი სხვა შემთხვევაში არ იყო შესაბამისად გვეფიქრება რომ ეს შესაძლოა ასევე დარჩეს გამოუძიებელი. და მესამე ხაზი მინდა გაუსვა უსაფრთხოების თვალსაზრისით და არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების თვალსაზრისით ამგვარი ფაქტების პრევენცია არის ასეცოცხლო აუცილებელი და თუ პრევენცია ვერ ხერხდება გამოძიება მაინც ასეცოცხლო მნიშვნელობის არის, იმიტომ რომ დაუსჯელობამ შეიძლება შექმნას წინასაარჩევნო პერიოდში ან პოსტსაარჩევნო პერიოდში არეულობის დამატებითი სტიმული. ეხლა მეორე საკითხი რაც იყო ამ ჩანაწერში სამწუხაროდ ჩვენ ეს უკანონო ჩანაწერი ყველა მოვისმენთ. ვერ ვიტყვით რომ ვინმეს არ გვაქვს მოსმენილი. თქვენ იცოდით რომ თქვენი ლიდერი შეიძლებოდა ასეთ ურთიერთობაში ყოფილიყო, თქვათ ერთი კონკრეტული ასე ვთქვათ ტელეკომპანიის ლიდერთან, ხელმძღვანელთან, რომელიც თავის მხრივ არის კავშირში ასე არის ყოველ შემთხვევაში აღქმული ერთ-ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც ოპონირებდა თქვენი პოლიტიკური ძალა. მაგრამ აღიქვით ეს დატუქსვათ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლობისგან თქვენი ლიდერის მიმართ იცოდით რომ ეს ხდებოდა ხოლმე? იცით რა, პოლიტიკოსები არ არსებობენ ჟურნალისტების გარეშე, ეს არის აქსიომა. პოლიტიკოსებს ქმნის მედია სივრცე. დიდწილად, ხო, საჯარო სივრცე. აქედან გამომდინარე, თავისთავად კითხვის დასმა უნდა კონდეს თუ არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერს კავშირი რომელიმე მედია საშუალების ჟურნალისტთან ან ხელმძღვანელთან თავისთავად აბსურდულია. რა თქმა უნდა კონდეს. თუმცა
აქ კითხვის კონტექსტი სხვა არის, ხო? მე არ ვამბობ იმას, რომ ჩვენ საქმიანი ურთიერთობა გვაქვს ყველა ჩვენგანს, ყველა პროდიუსერს დღეში რამდენჯერ ვრეკავთ ერთმანეთთან, ჩვენ ალბათ ამას ვერც დავთვლით და ვინმე თუ იწერს ძალიან გაუჭირდება ალბათ ამის დათვლა. მაგრამ აქ სხვა რამეს ვკითხულობ. აბსოლუტურად გასაგებია კითხვა, კომუნიკაციის ფორმას და თქვათ დომინირებას თქვენ ლიდერზე თუ გზნობდით ამ თვალსაზრისით. ხო და პირდაპირ გადავდივარ თქვენი კითხვის პასუხზე. საუბარი ნიკა გვარამეს არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი ტელევიზიის კარი და მისი ტელევიზიის, ასე ვთქვათ, კეთილგანწყობა მიმართული იქნებოდა პროდასავლური პოლიტიკური პარტიების მიმართ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. შინაარსი პროდასავლური, როდესაც ვთქვათ გვარამია ამბობს, რომ თუ თქვენ იქით იქნებით, მე ვამთავრებ თქვენთან ურთიერთობას. ხო ასეთია კონტექსტი. ცნებას არ აქვს დეკლარირებული არაპროდასავლური კურსი. მე გეუბნებით იმას, რასაც ამბობდა ნიკა გვარამია, აღქმა არის სუბიექტური და გარდა პროდასავლური კურსისა, გასაგებია, რომ რუსთავი დღეს თავდაცვით რეჟიმშია და აქედან გამომდინარე ის ისეთივე, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, სასურველ გარემოს ვერ შეუქმნის ოცნებას, როგორც დაუშვათ პროდასავლურ, მათი გადმოსახედიდან პროდასავლურ პარტიებს. ეს არის ნიკა გვარამიას პოზიცია. და კონტექსტი ამ შინაარსი, ამ ჩანაწერისა, ამ ფარგლებს მე ვფიქრობ არ ცდება. ანუ მოდით ასე ვთქვათ, პოლიტიკური პარტიისა და მსხვილი ტელევიზიის ხელმძღვანელის პარტნიორობის ფარგლებს ეს არ ცდება. მე არც ერთ წუთ როგორი იცით რა ჩვენი პარტიის ბიოგრაფია, ასე ვთქვათ, იყოფა ორ მსხვილ ნაწილად. ეს არის ერთი ბლოკად გაერთიანებამდე და ბლოკად გაერთიანების შემდეგ. ბლოკად გაერთიანებამდე არც ერთი სიმპტომი არ არსებობდა იმისა, რომ ჩვენი პარტია ემსახურებოდა რომელიმე ძალას. გადასარევად მოგეხსენებათ, ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი ბრძანდებით და ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკაში არის საინფორმაციო ველი. ხო, ის საინფორმაციო მესიჯები, რომელთაც პოლიტიკოსი მიდის საზოგადოებასთან. და ამაში ძალიან ბევრი რამ ჟღავდება. მე ამდენი წელია და ახლობ 20 წელია, თუ მეტი არა პოლიტიკაში ვტრიალებ და გარწმუნებთ, რომ არავის არასდროს არანაირი კონტექსტი, კონტენტი, არანაირი შინაარსი არ უკარნახე იმგვარი, რომელიც მე მომცემდა დაეჭვების საფუძველს, რომ ჩვენ ხო არ მივდივართ ან ნაციონალური მოძრაობისკენ, ან ქართული პარტიის და პროგრამები დაიწყო გაერთიანების შემდეგ. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს. მე მინდა კითხოთ, რა სიტყვით თქვენ სამომრჩეველს, რომელსაც ცოტა ხნის წინ არწმუნებდით, რომ თქვენი პოლიტიკური ძალა იყო ერთადერთი, რომლის გარეთ ხართ ახლა თქვენ და ასევე აქ შეგიძლიათ უპასუხოთ იმ ბრალდებას თუ არ ვიცი ფაქტს თქვენი თანამოაზრეებისთვის, რომ თქვენ ვერ მოხვდით ხუთეულში, ამიტომ დატოვეთ პარტია. კიდევ ერთხელ შეგიძლიათ ამის შესახებ თქვენი პოზიცია. რაც შეეხება სიის ფორმირების პროცესს, მე აქედან დავიწყებ საუბარს, სასაცილო საუბარი იმაზე, რომ მონაწილეობდა მთელი გუნდი, სიის ფორმირებაში არ მონაწილეობდა გამგეობის 4 წევრიდან 3. შესაბამისად, ჩვენ არავის საქმის კურსში არ ჩაუყენებიართ სიის ფორმირების პროცესზე და მე გეტყვით იმას, რასაც ვამბობდი, ასეთივე დაბეჯითებით სიის ფორმირებაში ყველაზე აქტიური როლი ჰქონდა პავლე კუბლაშვილს და პადა ბურჭულაძის გუნდიდან სიაში მოხვდნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც პავლე კუბლაშვილის მიმართ ლოიალურად იყვნენ განწყობილები. და იზიარებთ იმ ინფორმაციას და ადასტურებთ, რომ ეს დაკავშირებულია ფინანსებთან, 10 მილიონი ახსენა ბატონმა რუხაძემ. ფინანსებთან არის უდავოდ დაკავშირებული ASIS-ის პარტიის ყველა წევრმა, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ბლოკში შემავალი პარტიების წევრებმაც, ყველა მხრიდან ეს იყო, მოდით ასე ვთქვათ, იძულებითი ნაბიჯი. მათ იყიდეს პაატა ბურჭულაძის სახელი და პარტია და პაატა ბურჭულაძემ ასე ვთქვათ, იყიდა ფინანსები, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს იყო ძალიან უკიდურესად სამწუხარო ფაქტი ჩვენთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც აუცილებლად უნდა იცოდეს საზოგადოებამ. ეს არის ის, რომ ვის მიეყიდა ამ შემთხვევაში არ არის არსებითი. ამ განცხადების შინაარსიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. უпростоრად, აი ამ საუბრის შინაარსიც ძალიან მნიშვნელოვანია და ადასტურებს სწორედ იმას, რომ პაატა ბურჭულაძე არ არის სანდო პარტნიორი არავისთვის და უპირველეს ყოვლისა სამწუხაროდ საკუთარი ხალხისთვის. როდესაც გუნდზეა საუბარი, მან არც გუნდის ინტერესები გაითვალისწინა, იმიტომ რომ გუნდში შედის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონების ხელმძღვანელები, გუნდში შედის საქართველოს ყველა რეგიონის ხელმძღვანელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არავინ არასდროს არც ერთი გადაწყვეტილების პროცესში არ მონაწილეობდა. თუმცა ეს ყველაზე ნაკლებად შიდა სამზარეულო ყველაზე ნაკლებად არის ადამიანებისთვის საინტერესო. ყველაზე ცუდი გახლავთ ის, რომ დღეს ეს არის გუნდი, რომელიც მზად არის მიეყიდოს ნებისმიერს. ის არის გამოტანილი
ასე ვთქვათ, სავაჭროდ და მე გარწმუნებ და ისმის კითხვა ნაციონალების არიან თუ ქართული ოცნების. ისინი იქნებიან მისი, ვის მხარესაც გადაიხრება გამარჯვების სასწორი არჩევნების ბატონო. ყველა შემადგენლით გირჩიან ვაშაძიანად. ყველა შემადგენლით, იმიტომ რომ სია მაქსიმალურად მყიდველმა, მოდით ასე ვთქვათ, სია მაქსიმალურად დაწმინდა. მისდამი ლოიალურად განწყობილი ადამიანებით და ეს მისია დააკისრა პავლე კუბლაშვილს და მე ადრეც ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ. ყველაზე მეტად ვიზეც წდება გული ეს არის დავით ჯანდიერი, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე ადამიანის უფლებებს იცავდა, ადამიანი, რომელიც გირგვლიანის ადვოკატი იყო სტრასბურგში, დღეს ასრულებს იმ ადამიანის მითითებებს, რომელიც ხელმძღვანელობდა და ქმნიდა მურუსიძეებს, ანუ კუბლაშვილების მითითებებს ასრულებს ის და თუ ვინმეს ადგილი არ არის დღეს პალატა ბურჭულაძის გუნდში, არ არის სწორედ დავით ჯანდიერის ადგილი. აქედან გამომდინარე, თუმცა კიდევ ერთხელ ამბობ, რომ ეს რასაც მე დღეს ვამბობ, არის ძალიან მტკივნეული და კიდევ აი ჩვენ აღარ გვაქვს დრო, ამიტომ მინდა ესე ახლა ვუსმენდი ჩვენ იზოლებულები ვართ ხოლმე მოვისმინოთ ყველა სარეკლამო რგოლი ჭრებში ყურადღებით, ამიტომ ზეპირად ვიცით პრაქტიკულად კიდევ ერთხელ მომხვდა ყურში პალატა ბურჭულაძის გზავნილი, რომ აზრი არ აქვს პოლიტიკოსების ნდობას ეგენდეთ საკუთარ თავს. თქვენ პრაქტიკულად ახლა იზიარებთ თქვენი აუდიტორიის წინაშე ეს გზავნილი შეგიძლიათ გაგზავნოთ, ასე გამოდის და დაეთანხმოთ თქვენ ყოფილ ლიდერს, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკოსების ნდობას იმ ყოფილი პარტიის თქვენი აზრი ასეთია, ნდობას აზრი არ აქვს. იცით რა, სამწუხაროდ პალატა ბურჭულაძე ვერ შედგა პოლიტიკოსად და პალატა ბურჭულაძემ საბოლოო ჯამში ის დიდი პოლიტიკური იდეა, რომელმაც გაგვაერთიანა ახალი თაობის შემოყვანა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, რეალურად ბიზნეს პროექტად აქცია, რომლიდანაც გარკვეული სარგებელი უნდა მიიღოს თავად მან და ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მან საკუთარი ავტორიტეტი და გამოიტანა, ასე ვთქვათ, სცენაზე გასაკიდად და მე ამიტომაც ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანი, რომელსაც